მოგესალმებით და ვიწყებთ განსაკუთრებულ გადაცემას. მე და თეა დღეს ძალიან მძიმე ისტორიას მოგასმენინებთ. აფრასიძეების ოჯახის კრიმინალური საგა, რომლის შესახებაც ჩვენმა მაყურებელმა იცის, მაგრამ ძალიან მძიმე ისტორიის შესახებ გახდა ცნობილი მისი ოჯახის წევრი ლია პირველი ჩვენთან იხსენებს, როგორ მოკლა ევგენი აფრასიძე, მისი მამა, მაშინ როდესაც მისი დედა ბაბრი აფრასიძე ევგენი აფრასიძის და გახლდათ. ლია პირველი აფრასიძეების ოჯახის წევრი, ევგენი აფრასიძის დის შვილი. დღეს პირველად ფართო მაყურებლის წინაშე გაიხსენებს ისტორიას, რომელიც აქამდე სვანეთში მხოლოდ ლეგენდებად იცოდნენ. ეს არის უმძიმესი ამბავი იმ ქვეყნისა, სადაც ადამიანები სამართალს ვერ პოულობდნენ, სადაც კრიმინალები და ტერორისტები გარიგებული იყვნენ მაშინდელ მილიციასთან და ახლაც გარიგებაში არიან ქართული ოცნების პოლიციასთან. უამრავი ოჯახის წარმომადგენელი, უამრავი ადამიანი სოციალურ ქსელში წერს, ბევრი ვერ ბედავს იმ ისტორიების გახსენებას, რომლითაც მოიშხამა მათი ცხოვრება და სინამდვილეში რატომ გახდა საჭირო სპეცოპერაცია 2004 წლის 24 მარტს, რატომ დაიგეგმა სპეცოპერაცია ვერტმფრენებით რამდენიმე ასეული საპოლიციო შენაერთით, აი ამაზე ვიწყებთ ჩვენ საუბარს. სპეცოპერაცია როგორ ჩატარდა, ამ დეტალებში შესვლას ჩვენ რეალურად არ ვაპირებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა საზოგადოებას გავახსენოთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც არ იყო ზედაპირზე, როგორც ჩანს. აი 60 წლის წინანდელი ისტორია და სამწუხაროდ ოჯახშივე გაიხსნა ეს მკვლელობების სერია და ქრონიკა. თეა წულუკიანის მიერ შექმნილმა ქართული ოცნების ღალატის კომისიამ გახსნა პანდორას ყუთი. და ამ პანდორას ყუთის პირველ ეპიზოდს დღეს ჩვენთან გაიხსენებენ აფრასიძეების ოჯახის წევრები ლია პირველი და მისი შვილი ნინო კუბლაშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ ამ მძიმე ისტორიას, რომელსაც თქვენ 60 წელია ხმამაღლა არ ყვებოდით, საკუთარ ოჯახის წევრებთანაც კი გიჭირდათ ამაზე საუბარი, ახლა სწორედ ჩვენს გადაცემაში on time-ში მოუყვებით ქართულ საზოგადოებას. პირველი კითხვა მაინც იქნება ასეთი: რატომ გადაწყვიტეთ დღეს 60 წლის წინანდელი ტრაგედიის გახსენება და დუმილის დარღვევა? კომისიაზე ახალგაზრდა ბავშვების გამოსვლამ გამოიწვია ეს ჩემი აქ მოსვლა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თქვენი ბიძაშვილის შვილების. ჩემი ბიძაშვილის შვილების, რა თქმა უნდა. აფრასიძეების. ლედი და გიორგი აფრასიძე. ლედი და გიორგი აფრასიძეების ნახვა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბავშვი ახალგაზრდები ვერ აღიქვამენ იმ სიმძიმეს, რაც ხდება. ბებიაზე არაფერს არ ვიტყვი. ქალბატონ დოდოზე, რომელიც ასევე ღალატის კომისიაში, რომ ისინი ვერ აღიქვამენ და ვერ გრძნობენ იმ სიმძიმეს, რაც რა მოხდა მათ თავს და რას ჩადიოდნენ მათი წინაპრები. იქნება არ იცოდნენ, ან არ იციან. დღევანდელ დღეს მე ეჭვება, რომ არ იცოდნენ, მაგრამ რაც ეს კომისია შეიქმნა, ხო ალბათ კითხულობენ. ახო ისეთი პატარა ბავშვები არ არიან, მე მესმის განიცადეს ალბათ ძალიან ტკივილიც, არავის არ უხარია, როგორც თვითონ აღწერენ, ტყუის წვიმაში მოხვედრა. მე მათი გულისთვის ვამბობ ამ ამბავს, რომ გაიაზრონ რას აკეთებენ და რას ემსახურება საერთოდ ეს ყველაფერი. მოდი თქვენ მოუყევით ქალბატონ ლია, როგორ დაიწყო ეს ისტორია, რომელმაც პრაქტიკულად ევგენი აფრასიძე კრიმინალად აქცია. რაც მოხდა 1964 წლის 16 ივნისს ევგენი აფრასიძემ და ფიქრობ, რომ მას ახდა მეორე ადამიანიც. მოგიკლოთ მამა. ხო, დასაჯა სიძემ, ესე იგი მამა ჩემი. თავიდანვე ასეთი ტყუილის გავრცელება რას ემსახურებოდა, რომ მამა იყო ლოთი, იყო მოძალადე და ავიწროებდა მეუღლეს და ამის გამო თუმცა ამ მიზეზით მოკლა. სინამდვილეში რა მოხდა ქალბატონ ლია? სინამდვილეში აბსოლუტურად უბრალო ყოფითი ნიადაგზე მოხდა ყველაფერი ეს. მამამ თავისი სახლისთვის განკუთვნილი სამშენებლო მასალა
მისა საკუთარ ბიძაშვილს, რომელსაც ეშკარ წყალი ჩამოსდიოდა რა, პრობლემა ჰქონდა. და იფიქრა, რომ ეს შემდგომ ამ სფეროში იყო დასაქმებული, თვითონ მოიტანდა თავისთვის და გადასცა. ამას მოყვა თოქმარ შორის უთანხმოება, დედა განაწყენდა და წავიდა მამის სახლში. დაახლოებით 5-6 დღის შემდეგ დედის წასვლიდან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მამა ხისხელოსანი იყო, ხო? არა, ხეტყის დამზადების უბნის უფროსი იყო, ხეტყის დამზადება, რომელიც მოიპოვებს მასალას, სამშენებლო მასალას. და ხელმძღვანელობდა ამ ხო, პროცესს და ამ უბნის ინჟინერი იყო. ყავდა კომისია სოხუმიდან. ამის შემსწრე არის დაახლოებით 10-მდე ადამიანი. ტყიდან ესროლეს და 7 ტყვით მოკლეს მამაჩემი. ჩასაფრება მოუწევს ჩასაფრებით მოკლეს მამაჩემი. მანამდე რაიმე ტიპის შელაპარაკება არასოდეს მე დღესაც 100 წლის მამიდან მყავს. არასოდეს არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მივიღეთ წერილი, თითქოს ხატზე დააფიცეს მამაჩემი 5 ჯერ და მე-7 ჯერ არაპატიეს, ხო? რატო გაიმეტეს სიკვდილისთვის, როგორ ფიქრობთ? მithumetas ხა პირველი კვლელობა იყო ევგენი აფრასიძისთვის. მე ვერ შევამა ფაქტი არის, თვითონ აღწერენ ისე, რომ დედას ავიწროებდა, მამა იყო მოძალადე და სცემდა დედას. ხო შევიცით დედა რას ამბობს? რას ამბობდა ამის შესახებ? დედა თქვენ ჩემი ამბობდა, როგორ გითხრათ, დედა ჩემი ამბობდა და იმ წერილშიც იკვეთება, რომ მამა უყვარდა ავადმყოფურად. და ეჭვიანობდა. და ამის გამო შეიძლება და ყოფილიყო ეს. ვერაფერს ვერ ვიტყვი. არ შემიძლია, თავი თქვენ რამდენი წლის იყავით ამ დროს? მე ავიყავი 6 წლის. ხდებოდი, დაახლოებით რამოდენიმე თვეში 6 წლის გამშვილები და იყო 4 წლის და ძმა 2 წლის არ იყო. მაგრამ თქვენ მაშინ იმ დღეს არა მხოლოდ მამა დაკარგეთ, თქვენ დაკარგეთ დედაც. დავკარგეთ არა მარტო მამა, დავკარგეთ დედაც, იმიტომ რომ დედა იყო იმყოფებოდა მშობლების სახლში. თავისთავად თვითონაც კარგად იციან სვანური წესით და ვეღარ მოbrunდა. არა, სხვათა შორის და მათთან იყო სტუმრად. თქვენი და? და. არა? მართალია კი იძახიან ახლა რომ გამოატანეს, როცა მივიდა ახლობელი გამოატანეს. ანუ და შეძლო დედას დაეტოვებინა? ო იქ იყო, ყოველ შემთხვევაში თვითონ სადაც წავიდოდა თუ ესეთი მოსიყვარულე იყო, სადაც მე როცა გადმოვედი უღელტეხილზე, სადაც მე ვიყავი, იქ გადმოვიყვანე სამი შვილი. და სხვისი კიდე დამატებით. დედა ამის შემდეგ დარჩა აფრასიძეებთან, ვეღარ დაბრუნდა პირველებთან და აღარ უცდია შვილებთან კონტაქტის დამყარება თქვენთან შეხვედრა. მაშინ ჩვენ ჯერ პატარები ვიყავით, ძალიან პატარები. ყოველთვის მუსირებდა რუსა უკვე მოსწავლე ვიყავი სკოლის, რომ მე დედა ხვდებოდი, რაც რეალობას არ შეეფერებოდა. ანუ დედა მას შემდეგ კოდორში აღარ დაბრუნებოდა. დედა კოდორში არ დაბრუნებოდა. თქვენ დედა აღარ გინახავთ? დედა არ მინახავ 77-ში ვნახე ალბათ. დედა და დედა შემდგენ. ყველაზე სამართლო საკითხი ის იყო, რომ მე შევხვდი ახლობელთან ერთად და თვითონ თავშებრუნდი. რომ ჩასაფრებას გავკეთებდა. ესმის რამძიმეა და რთული. მაშინაც გავუმეორე. მე ასუთის გენერი ვარ მარტო იმ მამიდების მინად, რომელიც ვალდებული არ იყო გამიზარდე. იმათ ხო გადადეს თავი. საერთოდ არავალდებულმა ადამიანმა გამზარდა. ჩააბარეთ დაუბრუნეთ ან ცოცხლად ძმა, ან ჩააბარეთ სანაცვლოდ მიგიწე მაშინ დაჭერილი არ იყო 77-ში. ანუ ევგენი აფრასიძემ მოგიკლათ მამა და დაგტოვა დედის გარეშეც. ფაქტობრივად უპატრონოთ. მარტო დედა ხო არ იყო? თქვენ ხო ყავდათ დედის მხრიდან ბებია, ბაბუა, სხვა ბიძები, მათ ჰქონდათ კომუნიკაციის. მე მაშინ უსირებდა აზრი, რომ უთანხმოება მოხდა მამაშვილს შორის და მოკლა. საკუთარი მამა. ევგენი აფრასიძემ. ახლა გუში როცა წერილი მივიღე ერთ-ერთი ბიძაშვილისგან, ჩემმა შვილმა როცა მიიღო, იქ ის აღიარებს, რომ ეს ასე არ იყო, ბაბუამ თავი მოიკლა.
რატომ მოიკლა ბაბუამ თავი? ანუ ოჯახში იყო ჯანმრთელობის თემა. მალევე მოხდა მამაჩემის დაღუპვიდან აი ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ პრაქტიკულად მალევე მოხდა. ანუ ევგენი აფრასიძეზე ამასაც ამბობდნენ? ამასაც კი ამბობდნენ, მაგრამ რაც მე არ მინახია, ხო თავს ვერ დავდებ, მაგრამ თავიც რომ მოეკლა, ესე იგი იყო ხო მიზეზი. მე ყოველთვის ვადანაშაულებ თელ ჩემს იქითა ტანადისაოს. ევგენი იყო შედარებით ახალგაზრდა იმ მომენტისთვის, მე მაგით ევგენს არ ვამართლებ, მაგრამ ხო შეიძლება ჩაებარებინა. თუ მამაჩემი აი აქა ყველაზე სუსტი წერტილი. თუ მამაჩემი მოძალადე იყო. ის რომ მიიღებდა დაბალ დასჯელს. მამა რამდენი წლის იყო ამ დროს? მამა იყო 35 წლის. სადაც მოკლეს ასე მოხანათურად. თქვენივე ოჯახის წევრებმა, თქვენივე ბიძამ. რაც კი ხო, საკუთარმა ბიძამ მოკლა საკუთარი სიძე. ესე იგი წარმოიდგინე როგორი ფსიქიკა ჰქონდა ადამიანს, რომ მოკლა ადამიანი, მერე გზად ხალი გაიტაცა და წაიყვანა. ცოლი მოიყვანა, ანუ? ცოლი მოიყვანა, აი ეს ქალბატონი დოდო კომისიაში იღებს მონაწილეობას დოდო სიდიანი აფრასიძე. ანუ მანამდეც იცნობდა ალბათ და ვერაფერს ალბათ იცნობდა ანუ მამა თქვენი მოკლა და თან იქორწინა? სისხლიანი ქორწილი ჩაატარა ესეთი? სისხლიანი ქორწილი როგორ გაიტაცა და ყავდა სულ მიმართავდი შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებებს პოლმა არ იქნა და არ იქნა საშველი ვერ დააკავეს. ამბობდნენ რომ იმალება. დაიჭირეს 16 წლის თავზე. ამას მიუძღვნა სახელმწიფომ. წარმოიდგინეთ დოკუმენტური ფილმი მიუძღვნეს იმას, რომ სახლი გადაუხურეს ადამიანის კვლელს და ხელი მოაწერინეს ქორწილი გადაუხადეს საკანში. 80-იანი წლების საქართველოს ტელევიზიაში კრიმინალზე გავიდა დოკუმენტური ფილმი, ეს უკვე ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაინტერესებული იყო ამ ადამიანის გათეთრებით. ვინც ეს თემა გააკეთა, ვინც ეს ფილმი გადაიღო და ეს იყო ვაჟა გავაშელი. ვაჟა გავაშელი. ვინ იყო ეს ვაჟა გავაშელი? ჟურნალისტი იყო თუ? ხო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტი პრესსამსახურის წარმომადგენელი. ანუ მილიცია ცდილობდა ევგენი აფრასიძის გმირად გამოჩენას ჯერ კიდე მაშინ. ანუ მაშინდელმა ტელევიზიამ გადაიღო მათი ქორწინებაც, ეს საკანში ქორწილი გადახურვა. ეხლა როგორც იმას აპიარებენ სპეცოპერაციას, ისევე იყო გაპირიარებული იმათი სახლის გადახურვა. და მე დამატებით რახან ქორწინება ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, ხელის მოაწერა მოხდა ციხის საკანში. ანუ როგორც დღეს იმედი პოსტივი რუსთავი ორი ცდილობს აფრასიძეები გმირად გამოიყვანონ, მაშინდელი საბჭოთა საქართველოს ტელევიზია ცდილობდა ასევე გმირად გამოიყვანონ კრიმინალი აფრასიძე. ხო, კოდორის ომბაში მომხდარი გულირიფშის რაიონში მომხდარი ეს მკვლელობა ჩამდენი მესტიის რაიონში, მკვლელი მესტიის რაიონიდან სასამართლო განხილვა მოხდა საგარეჯოს რაიონში. რატომ, რა თქვეს მაშინ? და რა გადაწყვიტა სასამართლომ? მიუსაჯეს იარაღის ტარებაზე. და არა მკვლელობაზე? მკვლელობაზე არ მიუსაჯეს და არ გაასამართლეს, გაასამართლეს იარაღის ტარებაზე. ახლა ხო აღიარებენ თვითონ რომ მოკლასიდე. ამიტომ ვფიქრობ მე დასკვნას, ამიტომ ვაკეთებ რომ ის სპეცოპერაციაც იმიტომ ჩატარდა იმ მეთოდით რომ მათ ყავდათ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვინც აცნობებდა და იყო სრულიად გასაიდუმლოებული. და ამიტომ იყო სრულიად გასაიდუმლოებული. ან თქვენ ფიქრობთ რომ აფრასიძეები თანამშრომლობდნენ მაშინდელ მილიციასთან? რასაც გადმოცემით ყვებოდნენ. აი თუ გინდა ის დაყაჩაღებები გაეროს ხალხის, აი ოფიციალური პირი როცა მიდის, ან ოფიციალური დახმარება აფრასიძე როგორ შეეძლო აფრასიძეს გაეგო. აი ლოგიკურად ნებისმიერი მსმენელი რომ დაუკვირდეს. ან თქვენდათ ინფორმატორი მილიციაში და მე იყოფდნენ ისინი ალბათ ამ ნადავლს. მე ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებ რაც ჩემი თქმა, მაგრამ ფაქტი არის რაც როგორც მოხდა. ქალბატონო ლია, ისინი ამბობენ რომ ჩვენი ოჯახიო იყო ძალიან სამართლიანი. აფრასიძეები იყვნენ
ობიექტური, სამართლიანი და გავლენიანი, რომელსაც პატივს ცემდა მთელი სვანეთიო. ამიტომ გახდა ამ სპეცოპერაციის ჩატარება საჭირო და აუცილებელი, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ყველასთვის ეთქვა, რომ აი ასეთ კარგ ხალხს ჩვენ ასე ვსჯით და თქვენც უარესი გელით წინ. როგორ აფრასიძეებზე უფრო სამართლიანი ქართველები არ მოიძებნა საქართველოში, რაღა იმათ არ მიადგნენ. ალბათ როგორც ლედი აფრასიძეს აქვს მორალური უფლება, როგორც აფრასიძეების შვილიშვილს ამ საკითხზე ღიად საჯაროდ ისაუბროს, ალბათ ასევე მექნება მორალური უფლება მეც როგორც ნაწილობრივ აფრასიძეების შვილიშვილს. იმიტომ რომ ბებია ჩემი იყო ევგენი აფრასიძის და როგორც აღნიშნეთ, საჯაროდ ვისაუბრო და ვუპასუხო მის მორალურ და სულიერ მდგომარეობას, როდესაც საუბრობს საკუთარ განწირულ და დაზარალებულ ცხოვრებაზე. პოსტიც მიუძღვენი გუშინ ამ საკითხს. მე მაინტერესებს მისი მორალური მხარე როგორ ხედავს იმ საკითხს, რომ ევგენი აფრასიძე დედაჩემი და მისი მცირეწლოვანი და-ძმა დატოვა უმამოდ და გაიმეტა სამუდამო ობლობისთვის. გუშინ ამტკიცებდა ლედი აფრასიძე, რომ აფრასიძეებს ყველაფერი დააბრალეს. ხო, ამიტომ მიუმართავ მე კონკრეტულად ლედი აფრასიძეს, არ ვიცი, ალბათ სამართლის შეგრძნებისგან სრულიად არის დაცლილი, მაგრამ დაცლილია მორალისგანაც. მე როგორც ადამიანი განყენებულად, როგორც უბრალოდ ადამიანი, უსურვებდი იმას, რომ მუხლებზე დამდგარი ბოდიში მოეხადა იმ ადამიანებისთვის, ვინც ვისი ოჯახებიც არაერთხელ დააწიოკეს, ვინც ოჯახებშიც რა ვიცი, არიან გარდაცვლილები, ვისაც ამოუწყვიტეს, არ ვიცი, მშობლები, ზოგს ძმები, ვისურვებდი, რომ ამ ადამიანებს პატიებას თხოვოს მისმა მთელმა ოჯახმა. კი, ორივე სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, როგორც კომისიაზე თქვეს. ერთი წალკის მუნიციპალიტეტში და ლედი აფრასიძე აფრასიძეების სახელს მართლაც განუკითხაობა, ბოროტება, ბევრი რამ უკავშირდება, მაგრამ აი ნინი ხერგიანის პოსტი ვნახე, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ და წულუკიანმა ეს პანდორას ყუთი გახსნა. ნინი ხერგიანი წერს: პატარა ბავშვები ცავსე, ეგრეთ წოდებული იკაროსი, დაგვიცხრილეს აფრასიძეებმა ეცერის გზაზე. ქალების კივილი და მამების ფანჯრებზე აფარებული ზურგები მახსოვს გუშინდელი დღესავით. გადაიყვანეს მძღოლი და იმასთან აწარმოეს მოლაპარაკება. რაც კი რამე მიგქონდა იმ გაჭირვებულ დროში საკვები თუ თანხა, ყველაფერი წაგვართვეს პატარა ბავშვებს. ბოლოს საბურავებიც დაგვიხრიტეს და წავიდნენ. ასე ხდებოდა ყოველ ზაფხულს. რატომ დავდიოდით ყოველ ზაფხულს აქ? მამაჩემს ჰქონდა ასეთი პრინციპი, ომი იყო თუ ჯანდაბა, იქ მიგვერეკებოდა. სვანეთის არ დავიწყების მიზნით. არ ხართ თქვენ ჯანმრთელად, ვისაც აფრასიძეებზე სენტიმენტები გაგიხსნათ თეამ. საკუთარ ბავშვებს რომ გაფრთხილებოდნენ. გვარით მოიხსენიერა. თეა წულუკიანი, ხო? კარგი. თეა ბოდიში შენთან. საკუთარ ბავშვებს რომ გაფრთხილებოდნენ, დადებდნენ იარაღს, აუშიალეს აქ ანგელოზის ფრთები კრიმინალებს. ეს არის ნინი ხერგიანი, რომელიც იხსენებს, რა ჯოჯოხეთი იყო სვანეთში მათი ყოველ ზაფხულს გზავრობა. მოდი გავაგრძელებ ამ სერიას. შაკო მუმლაძე იხსენებს სოციალურ ქსელში. 1995 წელს მივდიოდით რუსთავიდან მარნაულის მიმართულებით. იახლუჯის მთის გადავლით მანქანაში ოჯახი ვისხედით. მე, მამა, დედა, მამი და მამიდაშვილი და ბიძაშვილი, რომელიც იყო პოლიციის თანამშრომელი. დაგხვდნენ აფრასიძეები დიდი ძალი შეიარაღებით. ჩემები იხსენებენ ერთ-ერთმა პისტოლეტი გადატენა, პირი გააღეო. 4 წლის ბავშვს მითხრა და სიცილით ამბობდა გავასხმევინო ტვინიო. დედაჩემი მუხლებში ჩაუვარდა. ყველაფერი წაიღეთ, არ დაგხოცოთო. არა, მეორე ამბობდა ჩავხოცოთ ყველა ამათი დედაცო. დიდი ხვეწნით და მუდარით ცოცხლები დაგტოვეს. წაგვართვეს ყველაფერი. მანქანა 06, რომელიც შრომით ყავდა ჩემს ოჯახს შეძენილი. ტანსაცმელი, თუ რამე გაგვაჩნდა ყველაფერი წაიღეს. მაშინ არ იყო მობილური ტელეფონები. ფეხით მოგვიწია სიცივეში იმ გზის გავლა. კითხვას ვსვამ.
ჩვენ ბავშვები არ ვიყავით. ისტორიები ამით არ მთავრდება. მათ შორის ახსენა ქალბატონმა ლიამ არღლიანების ისტორია და ამ ოჯახის წევრი, შვილი თავად იხსენებს რა მოხდა მათ ოჯახში და როგორ შეიცვალა მას შემდეგ რაც ბაბუა და კიდე მასთან სტუმრად მყოფი უშხვანები ჩაცხრილეს სწორედ აფრასიძეებმა. მოდით ნახოთ ეს ვიდეოც. მე მარიამი ვარ. აფრასიძეების მიერ მოკრული უდანაშაულო ახლა ვარღლიანის შვილი. პირველ რიგში სანამ ჩვენი ოჯახის ტრაგედიის მოყოლას დავიწყებ, მანამდე მინდა ხაზი გავუსვა ერთ ფაქტს, რომ პოლიტიკურად ამ ყველაფრის გამოყენება არის ნამდვილად სამარცხვინო და ამაზრზენი. არასდროს ხმამაღლა არ მისაუბრია ამ თემაზე, არც ჩემი ოჯახის წევრებს, მაგრამ ახლა უკვე ძალიან გამაღიზიანებელია ეს ყველაფერი. მკვლელების გმირებად წარმოჩენა. ყველაზე მეტად გამაღიზიანა ლედი აფრასიძის სიტყვებმა, სადაც ამბობს, რომ ყველა დანაშაულიო მათთვის უნდა დაებრალებინათო და რაღაც თითქოს უდანაშაულო წარმოაჩენს ამ თავის წინაპრებს. მკვლელობა, ყაჩაღობა, გაუპატიურება, რა ვიცი, აფხაზეთიდან ისედაც გაყინულ და მშიერ ხალხს მომავალ გზებზე ბავშვების თვალწინ აყაჩაღებდნენ და ართმევდნენ ყველაფერს. ჩვენი ისტორიის გარდა უამრავი ისტორია წავიკითხე. იმ პერიოდში, როდესაც ისინი ბატონობდნენ ასე ბრჭყალებში, სვანეთში და აწიოკებდნენ ყველას და ყველაფერს, მაშინ არ ცხოვრობდნენ იქ ბავშვები, ქალები, რამდენ ბავშვს მოუკლეს მამა, ბაბუა, რამდენი ცოლი დააქრივეს. მე მონასმენი მაქვს ისტორიები, სადაც თვალწინ, ცოლის თვალწინ და შვილების თვალწინ მოკლეს მათი მამა და ანუ ეს ბავშვები არ ისტრესებოდნენ. ჩემს ვიდეოს არ აქვს არანაირი პოლიტიკური მიზანი. ბაბუეჩემი ახლა ვარღლიანი სვანეთში თავის აშენებულ სახლში ცხოვრობდა და ზამთარში ბებიაჩემი და მისი 4 შვილი, დედაჩემი და თავის 3 ძმა გარდამაში ჩამოდიოდნენ ხოლმე, ცოტა ხანი იქ იყვნენ, იქაც ჰქონდათ სახლი. ბაბუა რჩებოდა ზამთარში სახლში, ულიდა საქონელ სახლს, ყველაფერს. უწესრიესი ადამიანი იყო, არანაირი კავშირი არ ჰქონდა მსგავს რაღაცებთან საერთოდ. ისტორია მდგომარეობს შემდეგში. ევგენი აფრასიძე, მამა, შმაგი ომეხ და გოჩა აფრასიძეების თავიდანვე, როგორც ჩანს, პოლიციასთან იყო შეკრული, ასე რომ ვთქვათ, და მათთან ჰქონდა სულ კონტაქტი. ერთი პერიოდი მისი შვილები შმაგი და ომეხ აფრასიძეები იყვნენ ძებნილები, თან ისეთ ძებნილები, რომ ადგილზე ლიკვიდაციით ამ დონეზე ჰქონდათ საქმე და ამიტომ პოლიციას ერთ-ერთ ძმა უშხვანთან ჰქონდა პრობლემები და ნუ მათ ვერ იჭერდნენ, არ ვიცი რატო და ვერაფერს ვერ უშვებოდნენ. შესაბამისად უნდათ ამ უშხვანების ძმების მოშორებაც. დაუკავშირდნენ ევგენის და უთხრეს ასეთი რამ, რომ თუ შენ მოიშორებ უშხვანებს, მოკლავ, ჩვენ შენს შვილებს მოუხსნით ძებნას. ევგენი რა თქმა უნდა, რა პრობლემა იქნებოდა ასეთი ადამიანისთვის მსგავსი რაღაც გაკეთება, არა და ერთ-ერთ იცნობდა, რა თქმა უნდა, ამ ძმებს უშხვანებს, მაგრამ გააკეთა ასეთი რამ. ევგენისთან იყო მოპარული მანქანა, ეგრეთ წოდებული ნივა, მის დიშვილს, სახელი არ ვიცი, გვარად სუბელიანს და ძმის შვილს, ანუ ბიძაშვილის შვილს მიუყვანა ეს მანქანა და უთხრა ასეთი რამ, რომ მისულიყვნენ ძმებთან, უშხვანებთან დაეტოვებინათ ეს მანქანა და მათ, ანუ ამ ბიჭებსაც და ამ ძმებუშხვანებსაც ჩვეულებრივად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და რა თქმა უნდა, ანუ ხვალამდე მყავდათო ეს მანქანა სადმე გააჩეროთ, ოღონდ მითხარით სად გააჩერებთო ამ მანქანას, სად შეინახავთ, არ უთხრეს რომ ეს მანქანა მოპარული იყო, რა იყო, ანუ მათაც ბევრი კითხვები არ დაუსვამთ. და ხოლო წავიყვანთო და დაპირდნენ რომ იარაღს მოუტანდნენ სანაცვლოდ, ანუ მანქანის შესანახად, შენახვის სანაცვლოდ. მათაც წაიყვანეს ეს მანქანა და აყენეს ბაბუაჩემის სახლში, თივის შესანახ ადგილას და მივიდნენ ბაბუასთან, დარჩნენ ის ღამე. მეორდილა გათენდა ბაბუა ჩასულა სოფელში სასმლის ამოსატანად და უკან რომ ამობრუნდა, გზად შეხვდნენ სოფლის მკვიდრი, რამდენიმე მამაკაცი, დაპატიჟა ისინიც და ანუ ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი იყო ამ ყველაფრის მომსწრე.
დასხდნენ და ამ დროს მოვიდა სახლში ევგენი აფრასიძე, რა თქმა უნდა, კარგ გაუღო, მობრძანდი ევგენ რაღაც, იმიტომ რომ ევგენი აფრასიძე ცნობილია ასევე რომ მოკლა თავისი სიძე და შემდეგ ის ტყეებში იმალებოდა ხოლმე და ბაბუას როგორც მონაყოლიდან ვიცი, ბაბუას რამდენჯერმე მისთვის საგზალიც კი აქვს ტყეში მიტანილი, როდესაც იძებნებოდა და დახმარებია. ევგენი მეკითხა რომ სად იყო მანქანა და ბაბუა მომთხრა რომ რაღაც მანქანა აყენიაო იქ, მაგრამ ნუ არ ვიცი რა მანქანაა და წამოდიოდა კარისკენ მიდიოდა რომ გაეღო ეს კარები და პრობლემა ხარ რომ არ წარმოდგენაც არ ჰქონდათ რომ ეს მანქანა იყო მოპარული და ამ შემდეგ, მაგრამ მიზეზი იყო ეს უბრალოდ ეს მანქანა რომ რაღაც მიზეზად მოედო, ასე რომ ვთქვათ, ევგენის უშხვანებისთვის და ამოეხოცა. ზედა სართულზე სართულიდან ლაშა ჩამოდიოდა, როდესაც ეს ხმა გაიგო და საუბარი და ირგვლივ ამ დროს დამოვიწყდა მეთქვა რომ შემოვიდნენ ეზოში ევგენი, შმაგი და ომეხ აფრასიძეები და ირგვლივ სახლი იყო გარშემორტყმული რა იარაღიანი ხალხით. ჩვენ სახლთან არის ერთ-ერთი დიდი ნაძვი და იმ ხეზე იყო ასული გოჩა აფრასიძე იარაღით, რა თქმა უნდა. და ლაშა როგორც კი დაინახეს კიბებზე ჩამოსული, შმაგი ეცა, ეგრევე ხელებით ასე დაიჭირა და ევგენი აფრასიძემ თავში ტყვით მოკლა ლაშა უშხვანი. შმაგი აფრასიძემ უკვე მოკლულ ლაშა უშხვანი ძირს დააგდო და ერთი გადაატარა კიდევ იარაღი გულმკერდზე და ისე ჩაცხრილა და მერე შუბლზე ესე ფეხი ჩაარტყა და დედაჩემის მონაყოლიდან ვიცი რომ გარდაცვლილ ლაშას არ მოშორდა ის რაც ჰქონდა იქ ფეხის დანარტყამი. ბაბუას მუხლში მოარტყეს ტყვია და სისხლისგან იცლებოდა ძირს ეგდო საწყალი კაცი და ზევით მეორე ძმა იყო ოთახში გოჩა, რომელსაც ეძინა და ნუ ამ იარაღის სროლის ხმაზე გამოეღვიძა და როცა ადგა და ნუ ხმა გაიგეს, უკვე ეკითხებოდნენ რომ ანუ ვინ არის. არ ეუბნებოდა ვინ იყვნენ ზევით, ანუ იმათ ეგონათ რომ ზევით გოჩას გარდა კიდევ ქალებიც, ბავშვებიც ალბათ ხვებიც იყვნენ, მაგრამ ბაბუა არ ეუბნებოდა და ამ დროს ურტყამდნენ ბაბუა ჩემს, შემდეგ გარდაცვალების შემდეგ ექსპერტმა დაადგინა რომ ანუ მუცელში ჰქონდა ძალიან ბევრი დანარტყამი, ანუ გაშავებული ჰქონდა მთლიანად მუცელი, დაჭრილ კაცს დაადგნენ და სცემეს და შემდეგ უკვე ფეხის ხმას, მეორე სართულიდან ფეხის ხმას ააყოლა იარაღი, რომელიღაც აფრასიძემ არ მახსოვს ზუსტად და დაცხრილული იყო მთელი პირველი და მეორე სართული. ჩემი ოჯახის წევრები ყვებოდნენ რომ სახლში არ იყო დარჩენილი ჭიქა, ყველაფერი დაცხრილული იყო საერთოდ. შემდეგ წავიდნენ, დატოვეს ასე ბაბუა ჩემი. სანამ სისხლისგან დაიცლებოდა, ბოლომდე ანუ უკვე სისხლისგან დაცლილი იყო ბაბუა. ამომხედაო და ვერაფერი ვერ მითხრაო და დაიხსენებს რომ როცა უკვე დაღუპულ ბაბუასო ღიმილიანი სახე ჰქონდაო, ანუ ისე დაიღუპა რომ გაღიმებული სახით. ამდე მრავალი მოკლული და გაუბედურებული ოჯახების ავტორები არიან, ასე რომ ვთქვათ, აფრასიძეები. ახლა მისი ცოლი, მათი შვილიშვილები თუ არ ვიცი ვინც არიან, დგანან და უსირცხვილო და ამაზრზენად დგანან და რაღაცა სამართალს ითხოვენ. სისასტიკის და ამოხოცვის და დახვრეტის მომხრე, რა თქმა უნდა, ჩვენც არ ვართ, მაგრამ გონია რომ ისინი ესე ხელები გაშვერილები და ხვდებოდნენ პოლიციელებს, სპეცრაზს, ან არ იცოდნენ, ვერ უახლოვდებოდა პოლიცია მათ სახლს, იმიტომ რომ ყოველთვის გებულობდნენ, როდის მოდიოდნენ, როდის აპირებდნენ აყვანას, ან გარბოდნენ, რა ვიცი, რას აკეთებდნენ და რატომ არ გაარიდეს მაშინ თვითონვე ის ბავშვები და ქალების სახლს, მაგრამ რაღაცნაირად ფარად გამოიყენეს თითქოს. რა თქმა უნდა მწუხვარ, რა თქმა უნდა არ არის კარგი რომ იქ მცირეწლოვნები იმყოფებოდნენ და მათ თვალწინ ასეთი ამბავი მოხდა, მაგრამ მეორე მხარეც აქვს მედალს, რომ ისინი მხოლოდ უყურებდნენ და მათმა აი ამ ბაბუებმა და მამებმა და ბიძიებმა თუ ვინც იყვნენ
ძალიან ბევრი გააუპატიურეს კიდეც, დააყაჩაღეს კიდეც, ბავშვების თვალწინ მშობლებიც მოუკლავთ და უარეს სტრესში და უარეს უბედურებაში ყავდათ არაერთი ბავშვი იმ პერიოდში. ერთ რამეს დავამატებ კიდევ, რომ აი ისინიც კი, ვისაც ეს მანქანა მიაყვანინა ძმებუშვანებთან, თავისი დიშვილი და ბიძაშვილის შვილი ბიჭები, ისინიც კი ერთი გააგდოს, იმიტომ რომ მათგან მე გავრცელდა ეს ხმა, რომ ასე და ასე გააკეთა და რა ქონდა წინასწარ ჩაფიქრებული და დაგეგმილი ევგენის და მათთანაც უთანხმოება დაეწყო, მე გააგდო ერთი საერთოდ სვანეთიდან და ორივე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა ერთი სად და ერთი სად არ ვიცი ზუსტად. ძალიან გამიგრძელდა ბოდისφიχტი, მაგრამ აი ბოლოს მიუმართავ ცოლს და ლედი აფრასიძეს და კიდევ ყველა მათ ოჯახის წევრს ვინც ნახავს ამ ვიდეოს, რომ სირცხვილია უბრალოდ გრცხვენოდეთ თითქოს აი ეს თავის მოკატუნება, რომ თქვენი ოჯახის წევრებს არავისთვის არაფერი არ დაუშავებიათ და ახლა სამართალს ითხოვთ. აი, არ ვიცი, სიტყვებიც კი არ მაქვს. ნუ იყენებთ ხალხის წარეს, ხალხის ტრაგედიებს რაღაც პოლიტიკური ნიშნით და ნუ გვიახლებთ და ნუ უახლებთ ადამიანებს ტკივილებს. თქვენ ხომ გახსენით ყუთი, ხო და მიიღეთ კიდეც პასუხები უამრავი დაზარალებული ადამიანისგან. ძიმეს ისტორია და არაერთი ამბავი გაიხსენეს ახლა ადამიანებმა და ჩვენც მიუხედავად იმისა, რომ გვიწევდა იმ პერიოდში ჟურნალისტები ვიყავით და ვაშუქებდით ამ პროცესებს, აი ეს ბოროტების მასშტაბი კიდე არ ქონდა აღქმული, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო, გაიტაცეს, გამოსაწყიდი ითხოვეს და ამის შესახებ ახალ ამბებში სიუჟეტებს ყოველდღე ნახავდით. და კიდე ერთი ისტორია მინდა წავიკითხო, ეს არის როგორც უკვე ვახსენე, დადეშქელიანების ისტორია. ბექა დადეშქელიანი იხსენებს. ბიძაჩემი ბადრი დადეშქელიანი აფრასიძეების ტერორისტულმა დაჯგუფებამ 29 წლის ასაკში 1995 წლის 24 ოქტომბერს მოგვიკლა. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში მათ ტერორიზმის კვალიფიკაციით მოიხსენიებდნენ. ბადრი იყო და არის გმირი, რომელიც იბრძოდა აფხაზეთში, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. ბრძოლის ველზე არ მიატოვა დაჭრილი თანამებრძოლი. მიუხედავად აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა, სამშვიდობოს გამოიყვანა და გადაარჩინა. რეაბილიტაციის შემდეგ ისევ შეუდგა ქვეყნის მსახურებას შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში. 1995 წლის 24 ოქტომბრის დილას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გადაადგილდებოდა მესტიის მუნიციპალიტეტში, როდესაც ეცერის ტერიტორიაზე მას ცეცხლი გაუხსნეს. მათ შორის ყუმბარაც ესროლეს, ზურგში მოხვდა ტყვია. შემაღლებულ ადგილას დისლოცირებულმა ტერორისტმა აფრასიძეებმა არავის მისცეს უფლება ბიძაჩემი გადაერჩინათ. გადასარჩენად მისულ ახლობლებს ცეცხლი გაუხსნეს, რომ არ მიახლოვებოდნენ მომაკვდავს. რამდენიმე საათში ბიძაჩემი სისხლისგან დაიცალა. ეგრეთ წოდებულმა მცოცავმა ტყვიამ ყველა მსხვილი სისხლძარღვი გაიარა და მარცხენა ლავიწის არედან გამოვიდა. ასე მომიკლეს გმირი, ჩემი ძვირფასი 29 წლის ბიძა ტერორისტებმა, ევგენი აფრასიძის ოჯახმა. ვერავინ ვერასდროს გააპატიოსნებს ბიძაჩემის მკვლელებს, წერს სოციალურ ქსელში ბექა დადეშქელიანი და უამრავი ისტორია დაგროვდა ასეთი აფრასიძეების ეგრეთ წოდებული საგმირო საქმეებიდან. უბრალოდ მართლა ძიმე არის დადეშქელიანების ისტორიის მოყოლა კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს გვარი პრაქტიკულად გაანადგურა ჯერ საბჭოთა ხელისუფლებამ და მერე 30-იანი წლების რეპრესიებმა. უსმენ ამ ისტორიებს და მხოლოდ უსამართლობის განცდა და ბრაზი მიჩნდება საკუთარი თავის მიმართ, გარკვეულწილად ალბათ დედაჩემის მიმართ და იმ ადამიანების, ვინც დღეს უწერთ, თუმცა დაგვიანებული ალბათ არასოდეს არ არის. აქამდე ჩვენი ხელით მივიყვანეთ ეს ქვეყანა. ხო, დუმილი არის ზოგჯერ ყველაზე დიდი დანაშაული. ყველაზე დიდი დანაშაული. ალბათ ჩვენთვისაც კი წარმოუდგენელი იყო, რამდენ დანაშაულს ჩადიოდნენ ეს ადამიანები წლების განმავლობაში. ამ მოწყობილი შოუთი ადამიანებში გააღვიძეს არათუ მომხდარი ტრაგედიები. არ ვიცი, აი წარმოუდგენელია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს კრიმინალური დაჯგუფების, კრიმინალური ოჯახის
დანაშაულად და მორალის კომპასად გამოყენებას და გამოყენებას. წარმოუდგენელია, ანუ სამართლიან სახელმწიფოში დოდო აფრასიძე მინიმუმ ვფიქრობ, რომ განსასჯელის სკამზე იჯდებოდა. ამ დღეებში ბევრი რამე წავიკითხეთ თვითონ აფრასიძეების ცხოვრების წესზე, მოკლედ ეს კრიმინალური ისტორიები და ისიც თუ როგორ და საგანგებოდ შეარჩიეს საცხოვრებელი ადგილი მთის თავზე, იქ იყო კოშკურები, საკონტროლო სისტემები, ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ქალბატონი დოდოც მეთვალყურეობდა ხოლმე პროცესებს და ისიც აკვირდებოდა რა ხდებოდა, რა იცით ამის შესახებ? ყოველ შემთხვევაში ის ალბათ გამოჩნდება ის ადამიანის სამი შვილის мама, ცოლის წინ რო მოკლეს მოედანზე, იმიტომ რომ ზუსტად რო უყურებდნენ, ძილს მიფრთხობა ვიღო ვერ არჩევდნენ მანქანით, ვინ შედიოდა სოფელში და სოფლის ცენტრში რო მოკლეს. აფრასიძეებმა მოკლეს სამი შვილის мама რატომ? რომელიც იყო უწესიერესი ადამიანი. მარტოხებს თუ ის ხმა, ხო ეშინოდა მანქანის ხმა, რომ მანქანა რო შედღო არ იცის ვინ შედის. წყულკიანისგან და სოზარისგან გასაგებია რა დაავლებაც აქვთ და ისინი ეს კომისია რუსულ საქმეს ასრულებს, ჩემი დამოკიდებულება. ხალხის კომისია. მარტო არ ვარ ამ შეფასებაში, ასეთია, მაინც რაღაცა ვიწრო სვანური ვენდეტაც ხომ არ არის, რადგან სუბარია და წყულკიანი. მე ბევრი მეგობარი მეუბნება, მას მე რაც სტატუსი დავწერე, რომ რა მაძლევს ამ გამბედაობას და რა მაძლევს უსაფრთხოების გარანტიას. მეც ეს არ გიშენიათ. არ ვიცი, ანუ აღარ აფრასიძე ნახეთ ჩვენ მისი ნამდვილი სახე, ის დახვდა ტევ პირველი ჟურნალის ამ რამდენიმე წლის წინ და პრაქტიკულად ფიზიკურად გაუსწორდა. გაწია შეკრები იმას ბლე. გასაკეთებ, კაცო. დადი გაეცია აქ. დადი დავაინა. დადი აქედან ჟურნალი დედა სიმე თქვენ თქვენ გაგდებ მე ბიჭო პოლიციას მივმართავთ მიმართე შენი დედი გაწიე კამერა წყულკიანის კომისიას რომ უსმენთ რა მიზანს ისახავს ეს ყველაფერი დღეს თითქოს ეს ისტორია უკვე გაშიფრული იყო და რა ხდება მართალი რომ გითხრათ სოზარ სუბარი და წყულკიანი ხო მე იცით რა არის? ისე მგონია რომ ქართველი არის დაჩაჩანეკებას ემსახურება ეს ყველაფერი. თქვენ წეღან ახსენეთ რომ გიორგი და ლედი პასუხობენ კომისიის შეკითხვებს და იქ უნდა ახლა იყვნენ სინამდვილეში შმაგი და გოჩა. ხო, მართლები არიან, ხო გონიათ რომ დაზარალებულები არიან. კომისიაზე რატომ მიდიან ბავშვები, რომლებიც იყვნენ 7 და 12 წლის? მივიდნენ ის წარმომადგენლები თუ ის ქალბატონი მივიდეს გოჩა და ის და დაამტკიცოს თავის სიმართლე რომ არასოდეს არავინ გაუწარწვავს. სხვათა შორის თქვენ მოისმინეთ ეს კომისია თავიდან ბოლომდე? არა, მე არ მომისმენ, მე ნაწყვეტებით ვნახე და იმ ბავშვების კომენტარები და ვერ შევძელი ფიზიკურ მართალი რო გითხრათ, ფიზიკურადაც კი ვერ შევძელი. რომ ეგრევე წნევა მიწევს. ხო, იცით რა არის? ცოტა ურთიერთგამომრიცხავი ნათია მოусმინე ალბათ ჩვენს ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები თქვეს ამ ადამიანებმა. თვითონ ოჯახის წევრები არიან და მათ ოჯახში რომ რაღაც ხდება და მით უმეტეს აი ამდენი სპეცრაზმელი, ვერტფრენები და ეს ყველაფერი ისინი რომ მძიმე მოგონებად დარჩა ეს ყველაფერი და ამაზე ლაპარაკობენ არ მიყვირს. ხო, მე მესმის რომ ბავშვების აღქმა არის ყოველთვის ჰიპერბოლიზებული, მაგრამ ბავშვები ამბობენ რომ ისინი იყვნენ საწოლის ქვეშ, შეიყვანებებიან. თან ამბობენ რომ ხედავდნენ ყველაფერს და საწოლის ქვეშ ვერაფერს ვერ დაინახავდნენ წესით, როცა ტყუების წვიმა არის, ვერც გადაადგილდები. მე ამბობენ რომ გადავიდნენ მეორე სახლში, ტყუების წვიმაში მეორე სახლში გადასვლა ცოტა გაუჭირდებოდათ, ხომ? მე თქვენს რომ აი ამ ქვემეხების გუგუნში ტყუების წვიმაში გაიგონეს ნიღბიანი ქალების ხმაც გაარჩიეს უცხოური საუბარი. ეს არ იყო არც სვანური, არც რუსული, არც ქართული და კომისიის წევრები მესმის რომ ადამიანები ვინც ამას ყვებიან სუბიექტურად გაბრაზებულები არიან მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაზე სპეცოპერაციას ვერაბითარ შემთხვევაში ობიექტურად ვერ მიიღებენ ეს ჩემთვის გასაგებია მაგრამ კომისიის დასრული წევრები რომლებიც ამბობენ რომ სიმართლე უნდა დაადგინონ ისინი ამ ყველაფერს ასე ბრმად იჯერებენ და თეატრულუკიანს სოზარ სუბარს მინიმუმ აფრასიძეების სიმართლის უფრო სჯერათ როგორც ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური ანგარიშწორება ჩემი შეფასებით არის თავარი მიზეზი
იმის, რაც ხდება დღეს წულუკიანის მიერ შექმნილ ცირკში. ქალისთვის, რომელიც ანწუხელიძეს უწოდებს პიარის მსხვერპლს და უაზრო მსხვერპლს. აფრასიძეები უნდა რომ გააფორმოს ამ ქვეყანაში დაზარალებულ ადამიანებად, არ ვიცი, მე მგონი დროის დახარჯვაც კი არ ღირს ასეთ ადამიანზე ვიცხოვრებ და ვიბრძოლებ ყოველთვის სიმართლისთვის. მე ამ საქციელით რაც გავაკეთე და იმ სტატუსით ვერაფერს ვერ შეუცვლი დედაჩემს, გარდა იმისა, რომ შეიძლება მისთვის ის სიმართლე და სამართალი მოვიპოვო, რაც ვერ მოიპოვა ვერასდროს ამ ქვეყანაში. და კი, წულუკიანს მიუმართავ, რომ ისეთ საქმეს მოკიდა ხელი, რომელიც აუცილებლად დაასრულებს მათ მოღვაწეობას, ოღონდ დაასრულებს სიმართლით და სამართლით. როგორ აპირებს სახელმწიფო ებრძოლოს შემდგომ დანაშაულებს, რის წახალისებასაც აკეთებს. სახელმწიფო დღეს რის წახალისებასაც ცდილობს, როგორ აპირებს მერე წულუკიანი და მის ირგვლივ მჯდომები, მსხდომები ასეთ დანაშაულებრივ სახელმწიფოში გააგრძელონ ცხოვრება. დანაშაულის წახალისებაც არის და კიდე აქ სასტიკ დანაშაულზე გვაქვს. ხო, ლაპარაკი, ეს ტყილმანი ხულიგნობა არ იყო, გატაცება, მკვლელობა და ოჯახის წევრების ამოხოცვა. თუ გძნობს წულუკიანი, რომ თვითონ ახალისებს ამ თემას, მაშინ რომ მომხდარიყო სწორი მისჯა იმ საგარეჯოში, შეუძლია თუ არა თქვას, რომ ეს შემდგომი ჯაჭვი იქნებოდა, თუ არ იქნებოდა. გასცეს პასუხი ნახოს ის დადიშქელიანების ოჯახის წევრები. მე არ ვამბობ უარს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვაღიარებ ამ კომისიას. მივალ. რომ პირისპირ რომ ხალხმა ნახოს, ეს ხალხისთვის არის აუცილებელი იმ გაგებით, რომ არ მამაჩემი რატომ უნდა იგონოს ვინმეს მოძალადე. როგორ დავხუჭო უსამართლობაზე თვალი, რომელიც უშუალოდ პირდაპირ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის მიმართ არის მიმართული. დედაჩემის და ჩემს პოსტშიც დავწერე, რომ ამ ბრძოლას უძღვნი მე ჩემს გარდაცვლილ ბიძას და გარდაცვლილ დეიდას, რომელსაც საერთოდ ვერ მოვესწარი, რომელმაც არ ვიცი დედაჩემი კიდე ძლიერი აღმოჩნდა ალბათ ამ ბავში, მაგრამ ბიძაჩემიც და ეს აფრასიძეების გასაგონად იქნება, რომლებიც კითხვას მისვამენ, რომ რა ვიცი, როგორ არ ქონდათ განცდა, როგორ არ უჩნდებოდათ შვილებს დედასთან ურთიერთობის სურვილი, ბიძაჩემი რომ გარდაიცვალა, მას თავის ბალიშის ქვეშ თუ საწოლთან აფრასიძეების სურათი ქონდა. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ტრაგედიით ადამიანმა იცხოვრო და მით უმეტეს სვანებში, სადაც მუდმივად მიუთითებდნენ, რომ საკუთარ ბიძაზე სისხლი უნდა აეღო. ამ ტრაგედიით არ ვიცი ეს რომ არ განმეორდეს, ეს უბედურება რომ არ განმეორდეს სხვაგან, ამას არ ვიცი, ამას ემსახურება ჩემი საჯაროობა. მე ნამდვილად რაც თქვენთან აღნიშნე, რომ ნამდვილად მეწყინა ომახის სიკვდილი, როგორც საკუთარი ძმის. მაგრამ მათთან, აი მაგიდასთან რა თემაზე შემიძლია ვისაუბრო? არ გამიხარდება, არც ახლა იმ ბავშვებზე ხომ ნერვიულობ. ნამდვილად გული შემტკივა, რომ ისეთ მხარეს, ისეთ მიმართულებით მიდიან, რომელიც ნამდვილად არ მოუტანს სწორ შედეგებს. მე ასე ვფიქრობ, ღმერთმა ყველაფერი კარგად ქნას. კაპიტანია, აი ბავშვები ახსენეთ და ჩვენ კომისიაზე ვნახეთ ეს ადამიანები, სადაც ლედი აფრასიძე ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ ამ ოჯახს ბევრი რამე მიაწერეს და მათ შორის ახსენა კალაძის ძმის ისტორია, კიდევ გოგნიაშვილების ისტორია. მივიდეს და უპასუხოს კალაძემ. და ის მეორე ახალგაზრდა, აქ მაინც თუ რამეს ასწავლიდან წასაკითხი მაინც არ უნდა კონდეს გიორგის. აი მე და თქვენ ხო საუბრობთ და არცად არ ვიხედები. ხო შეეძლო იმ კომისიაზე პირდაპირ გამართულად ილაპარაკოს. თუ ეს თავისი აზრია და ასე ფიქრობს. არსებობს კომენტარი ნათია კახაკალაძის, სადაც ის ამბობს, რომ მას უკავშირდებოდნენ აფრასიძეების ოჯახის წარმომადგენლები და კონკრეტულ თანხას თხოვდნენ და ჩვენ შეგვიძლია მაყურებელს შევთავაზოთ ეს კომენტარი.
აფრასიძეებიდან მოდიოდა ეს შემოთვლა, რომ თუ იქნებოდა სურვილი 200,000-ის გადახდის შემთხვევაში დააბრუნებდნენ ბავშვს, რომელიც იმყოფებოდა მათთან. მაგრამ ეს იყო სიცრუე, არავითარ სიმართლეს არ შეეფერება. ეს ინტერვიუს ამონარიდი ამ ინტერვიუდან ადასტურებს იმას, რომ აფრასიძეებმა როგორც მინიმუმ კალაძეების ოჯახისგან აიღეს ფული და თუ არ იცოდნენ, სად იყო ლევან კალაძე, ყოველ შემთხვევაში ფული მიიღეს კონკრეტულად კახა და კარლო კალაძეებისგან. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა იმ გულწრფელობისთვის, პრაქტიკულად აღსარებისთვის, რომელიც ჩვენ და ჩვენს მაყურებელს უამბეთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ძიმე იყო თქვენთვის ეს ყველაფერი და ძიმე ნამდვილად ვამბობ, რომ ეს არის ერის დაჩაჩანეკებისკენ მიმართული. ეს ისტორია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რა ტიპის სახელმწიფო იყო 2003 წლამდე საქართველო. არა მხოლოდ სვანეთი, არა მხოლოდ კოდორის ხეობა, არა მხოლოდ მესტია, ეცერი, არამედ მთელ საქართველოში რა ტიპის უსამართლობას უფევდა. დიახ, მაფიოზური კლანი აფრასიძეების მეთაურობით და ამის შესახებ თეა წულუკიანის კომისიაში დაიწყო საუბარი. მოკლედ დიდი მადლობა, ძალიან მძიმე ისტორიები და მძიმე გადაცემა გამოგვივიდა, მაგრამ მე მგონი აუცილებელი იყო, რომ ეს დუმილი დარღვეულიყო და ყველაფერს ფარდა ახდოდა, მაგრამ ეს არის სიმართლე და სიმართლე ძალიან ხშირად არის მწარე. ამით გემშვიდობებით დღეს კარგად ზანდებოდეთ. კარგად ზანდებოდეთ. მომავალ გადაცემამდე დაგვალაიქეთ, გამოგვყევით YouTube-ზე on time. გვიპოვეთ და იყავით ჩვენი გამომწერები, რაც უფრო მეტ ლაიქს დასვამთ, მით უფრო მეტი ადამიანი გვნახავს.